ბრუნდებით რეკლამიდან და მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი არაჩვეულებრივი ჟურნალისტი ქალბატონი ნათია გოგსოვი, ჩვენი მეგობარი და რა ვიცი ძალიან ახლო ადამიანი. როგორ ახლა ნათია, ძალიან მოგესალმები, დიდი მადლობა და ძალიან მიხარია რომ შენი სტუმარი ვარ და ბენდის ადგილი ცარიელია, ამას მართალი გითხრა ვერ ვეგუები. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. ამდენი წელი ერთმანეთს ვიცნობ და ახლა უნდა მოდიოდე, ხო, ესე იგი სტუმრად. აი ესეც ჩემი შეცდომა. ესე ცხოვრებაა, ხო? ხო, ესე ცხოვრებაა, მაგრამ არა უშავს ჩვენ ვიქნებით და ერთმანეთთანაც ვივლით სტუმრად და ეს ტელეკამერებიც ყოველთვის ჩართული იქნება და ჩვენი ეთერებიც იქნება აუცილებლად ნათელი და კაშკაშა. ეს იმედიანი ლაპარაკები მიყვარს ხოლმე. აუცილებელია, ასეა. ძალიან გამიხარდა რომ ისევ ეკრანზე ჩანხარ და იმიტომ რომ შენ ყოველთვის ძალიან საინტერესო ისენი გაქვს შენი სფერო მიმართულება გეოპოლიტიკა ამბები კი რომელიც განსაზღვრავს ჩვენ ყოველდღიურობას და ჩვენ ცხოვრებას ჩვენ ცხოვრებას იმიტომ რაზეც ვარ დამოკიდებული ხა საერთაშორისო პოლიტიკაზე არ რეალურად ხშირად დამოკიდებული ჩვენი ქვეყანაა და არა შიდა ამბებზეც არის მაგრამ ხო შაბათობით გაქვს არაჩვეულებრივი გადაცემა ფორმულაზე გეოპოლიტიკა ნათია გოგსაძესთან ერთად და მაინც დღევანდელი გეოპოლიტიკა როგორ მდგომარეობაშია შენი გადმოსახედიდან იმიტომ რომ ამ კვირაში საინტერესო ხდებოდა კავკასიაში მაგრამ არა ჩვენთან სამწუხაროდ კი სამწუხაროდ იმიტომ რომ აი ეს გეოპოლიტიკურ რუკაზე საქართველოს არ ჩანდა და რაც თორე ეს იყო ქართული ოცნების მიზან მიმართული პოლიტიკა რომ გამქრალიყო ჩვენი არაჩვეულებრივი ქვეყანა გეოპოლიტიკური რუკიდან მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს რომ ეს ასე არ მოხდება და აი შორიდან რომ ვუყურებთ რა ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანში ეს ყველაფერი ეხლა სანატრელი რო გვაქვს არა და საქართველოს იყო ქვეყანა სადაც პირველი ჩამოვიდა რეგიონში ჯორჯ ბუში ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ჯო ბაიდენი ჰილარი კლინტონი კონდოლიზა რაისი და ტრამპი, რომელიც იყო თბილისშიც, ბათუმშიც და ტრამპ თაუერის აშენებას აპირებდა, ხო? ეს ხო რეალობაა და ეს ხო ჩვენი უახლოესი წარსულია და აი ჩემი ჟურნალისტური მოგონებები ზუსტად იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც ახლად გამოძერწილი ქვეყანა ცდილობდა ფეხზე დამდგარიყო, მოეკრიბა მეგობრები, თავისი ადგილი ეპოვა. ხო, საერთაშორისო პოლიტიკაზე შენ. ზუსტად და განსაზღვრული იყო, რომ ამ ქვეყანას სჭირდებოდა ენერგოუსაფრთხოება, ნატოს კენსვა, ევროკავშირის კენსვა და ეს თითქოს იყო აი ესეთი ამბავი იმდენად განსაზღვრული მყარი რომ თითქოს ეს არ შეიცვლებოდა და აი ახლა რა მდგომარეობაში აღმოჩნდა რომ ირანის რევოლუციის წლისთავი 57 წლისთავი ისლამური რევოლუციის 57 წლისთავის ფერი დროშით აი აიათოლების რეჟიმი რომელიც სისხლში აღრჩობს ახალგაზრდებს და არა მარტო ახალგაზრდებს ათასობით ადამიანს კლავს და ჩვენ მას სოლიდარობას უცხადებთ აი წარმოუდგენელი ამბავი და ანძაც კი გავანათეთ მაშინ როდესაც არაჩვეულებრივი კონტრასტია რომ ბაქოში ამერიკის დროშის ფერებშია განათებული შენობები და საქართველოს დემოკრატიის შუქურა აღმოსავლეთ პარტნიორობის და სამეზობლო პოლიტიკის ფლაგმანი აი წარმოუდგენელია იცი აი თვითონ კონცეფტს მოწოდეთ ეს ეს არა მე შეიძლება ჩვენ ამაზე აღშფოთდეთ მაგრამ აი არა მგონია რომ ისენი რავი აი რანაირად შეიძლება ამას რაღაცა ისე უყურებდე შვიდად და აი ხო ირანის ფერი და ანუ ეს პროტესტები რატო არ არსებობს? დარწმუნებული ვარ არ მოწონთ, მაგრამ როგორც კი საქმე მიდგება, რომ ეს ყველაფერი მაშინ უნდა შეიცვალოს. აი იქ უკვე აღარ უნდათ და იქ უკვე მაშვალ რგოლად მოდის პროპაგანდა და გადმოუგდებს რაღაცა მესიჯს, რაღაც გზავნილს, რომ აი ამით ახსნან, რომ აბა რა ხო მშვიდობა გვინდა, არა და ტრამპის მშვიდობის სამიტში საქართველოს მიწვეული საერთოდ არ არის და ამ მშვიდობის ნების ხელშეკრულებაში სომხეთი და აზერბაიჯანი არის, მაგრამ აი ვანო ისეთი გულის ტკივილით უყურებდი ამ დღეებში მართლა ყოველგვარი პათეტიკის გარეშე საქართველოში ეს ხალხი ჩამოდიოდა და ვიდრე ჩამოვიდნენ ჩვენ თვითონ დავდიოდით თეთრსახელში აი მე 2006 წელს ოვალურ კაბინეტში მე თვითონაც ვარ ნაყოფი ჩვენი მთავრობის წევრები არ არიან ნაყოფი შენ ხარ ნაყოფი ხო აი დარწმუნებული ვარ რომ თეთრსახლი გარედან აქვს ოვალურ კაბინეტში ხარ ნაყოფი ოვალურ კაბინეტში მე თვითონ ვარ ნაყოფი მიხეილ სააკაშვილის პირველი ვიზიტი რომ იყო ჯორჯ ბუშს შეხვდა და ხოთაშორის რა მახსენდება იცი რომ შევიდა თეთრსახლში ბუშის კაბინეტში
გამოვიდა ამერიკის პრეზიდენტი და ეუბნება რომ მიშა რა გამხდარი ხარ მიშა you are so skinny ეუბნება და აი გაოცებულები ვიყავით რომ იმდენად ჭიდრო ურთიერთობა იყო რომ აი ასეთი ამბებიც კი ხდებოდა ანუ უშუალო ურთიერთობა იყო პერიოდულად იმატებდა ხოლმე წონაში ზუსტად აი მართლა შესამჩნევი იყო ეს ყველაფერი და ხომ წარმოგიდგენიათ მე რამდენად აქტიურად მიდიოდა ლაპარაკი იმაზე რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპისკენ, დასავლეთისკენ, ნატოში და ამ თემების განხილვა იყო და მახსოვს ძალიან დიდი კონკურენცია იყო ვინ დასვამდა შეკითხვას. და გადაწყდა რომ ერთ-ერთი მე ვარ. მაშინ იყო აი ჩემ შეკითხვაზე პასუხად ვეკითხებოდი საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე ზუსტადაც და ამ ქვეყანას რა შეუძლია გააკეთოს მსოფლიოსთვის და ასევე მსოფლიოსთვის რამდენად არის მნიშვნელოვანი და მაშინ მიპასუხა ჯორჯ ბუშმა ის თავისი ცნობილი ფრაზა რომ საქართველოს ჩვენს გონებაშია Georgia is on my mind ესე თითქოს წაიმღერა კიდეც ეს პერიფრაზი გააკეთა პროფესორად სიმღერიდან კი აბა ჩვენივრად აბანათუბანში ყველას კარგად ახსოვს ეს ქართულ ხანგებზე და რაც იმის მანიშნებელი იყო და ამ ყველაფერსაც იმიტომ ყვები აი რამდენად პრიორიტეტული იყო საქართველოს და რამდენად დიდი მნიშვნელობა ექცეოდა და მთელი ცხოვრების მანძილზე გამყვება ეს მოგონება არა მე როგორც პერსონალურად ნათია გოგსაძეს არა ჩვენი ქვეყნის ადგილი სად იყო აი იმის საილუსტრაციოდ ეს ისტორია ხო ახლა შეტყბილ მოგონებებს ყვები ხო ნამდვილად იმიტომ რომ გავსი აღარ ახლა ხო ჩვენს რაღაცები ხო გვიხარია აი პატარ-პატარა რაღაცები მაგალითად ხო არის რომ რუბიომ ყაველაშვილს მიესალმა წარმოუდგენელია და ჯეიდი ვენსმა დაინახა შორიდან გამოხედა მე მაგას ასე დავარქვი რომ ისევ როგორც ყაველაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიდი ვენსი ახლოდან ნახეს და რუბიოც ახლოდან დაინახეს აი ეს აქ საოცნებო და სანატრელი მაშინ როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები დადიოდნენ და ხვდებოდნენ უმაღლეს თანამდებობის პირებს და ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და ის ხალხი აქ ჩამოდიოდა აი ჰილარი კლინტონის ვიზიტი გამახსენდა ახლა ჰილარიც ხო იყო ჰილარი კლინტონი იყო თბილისშიც და იყო ბათუმშიც და ორივეჯერ მე მიწევდა მისი ამ ვიზიტის გაშუქება ბათუმში როდესაც ჩამოდიოდა ჰილარი კლინტონი სტრატეგიული ქარტიის სხდომა უნდა ყოფილიყო სტრატეგიული ურთიერთობები ხო და ეს სტრატეგიული ურთიერთობების ქარტია ხო 2008 წლის შემდეგ უკვე არსებობდა მაგრამ ჯერ კიდე კონდოლიზა რაისის დროს გრიგოლ ვაშაძემ და მან ერთად მოაწერეს ხელი და ამის შემდეგ მოვიდა ახალი ადმინისტრაცია და გადაიბარეს ეს პირობები და ჰილარი კლინტონი ჩამოსულია ბათუმშია შეხვედრა და მე გაგზავნილი ვარ წასული ვარ რუსთავი 2-დან მაშინ და ეს ის პერიოდი რომ smartphone-ები არ არის ვერ ერთვები ტელეფონით და ამიტომ სპეციალური ტექნიკა საგანგებოდ წაყვანილი ყავს Flyway ეს არის მანქანა რომელიც უკავშირდება სატელიტს და სიგნალს გაძლევს შეყვანილია აეროპორტის ტერიტორიაზე და მე ჯერ კიდევ VIP-ში ვარ ეგრეთ წოდებულ VIP-ში ჟურნალისტები უნდა გავიდეთ რომ ვიდრე დაფრინდება ჰილარი კლინტონი მე რეპორტაჟი უნდა წავიყვანო მაყურებელს მოუყვერა ვიზიტია და მოკლედ ეს დროც შევავსო მაგრამ აი ვაპირებე ხო იქ უნდა გავიდეს სპეციალური შემოწმება გავიარეთ უეცრად რომ უნდა გადავიდე აეროპორტის ტერიტორიაზე შენობიდან გარეთ მივიდე ამ მანქანას და Flyway-ს და რაღაცა ჭრიალი მესმის ხმაური თითქოს ვიღაც მოდის მაგრამ მგონი ადამიანი არ მოდის თითქოს რაღაც კიბორგი მიახლოვდება და ამ ხმამ მიმაბრუნა უკან და უეცრად დავინახე დაცვის ორი ბიჭი მოდის ერთი განსაკუთრებით წინ მოდის მაღალი ახმახი ტერმინატორი რო გინახავთ არნოლდ შვარცენეგერი რომ გინახავთ ზუსტად ისეთია და ვფიქრობ რომ ნეწა ნამდვილია თუ აი ხელები რკინის აქ იმიტომ რომ ჭრიალებს რომ მოდის ეს ხმა ისმის და მეუბნებ რომ სად მიდიხართ მეკითხება მე ვთქარი მე ჟურნალისტი ვარ უნდა გავიდე და რეპორტაჟი უნდა წავიყვანო ეზოზე. არა, უსაფრთხოების გამო ეს აკრძალულია მიმეორებს. მე ჟურნალისტი ვარ, ვიცი წესები, მე გავლილი მაქვს ყველანაირი შემოწმება, რენტგენი და ასე შემდეგ, უყვები მოკლედ. ლამის ჩემი სამედიცინო ცნობები ამოუღე. არა, ეს პროტოკოლი ასეთია, წესი ასეთია, არაფერი არ შეიცვლება. როგორ არ შეიცვლება? მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. მე ვეუბნები რომ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. ასე რობოტივით გელაპარაკებთ. ასე რობოტივით ველაპარაკებ და აი გეუბნები, მართლა მგონია რომ არის რაღაცა ტერმინატორი არა ამ ქვეყნიური ზუსტად აწყობილი ჯარისკაცი და ну ისე მოხდა რომ სატელეფონო ჩართვა მქონდა მხოლოდ მე თვითონაც ვუყურებდი შორიდან როგორ დაეშვა თვითმფრინავი როგორ ჩამოვიდა სახელმწიფო მდივანი როგორ დახვდნენ და მოკლედ ეს რეპორტაჟი მიმყავს ოღონდ შორიდან შუშის მიღმა დგავარ და ეს ტერმინატორი არაფრით არ მიშვებს და რომ წავიდა უკვე ჰილარი კლინტონი და სხვა ლოკაციაზე უნდა გადავიდეთ ამის შემდეგ მომშორდა და გამეცალა
ნუ საშილოდ გაბრაზებული ვარ დამამახსოვრდა ეს ადამიანი და მასზე დიდი მტერი იმ წუთას მე არ მყავს მოკლედ და ამის შემდეგ უკვე იყო ჰილარი კლინტონის პრესკონფერენცია იქ მე შეკითხვა მქონდა ჩვეულებრივად დავსვი და ეს ადამიანი სადღაც შორი ახლოს სულ დადის და მეც ვხედავ და ისიც სულ ვხედავს ეს ტერმინატორი და რადგან ურჩი ჟურნალისტი ვარ არ მენდობა და რამე არ ჩავიდინო აი რას ელოდა ჩემგან არ ვიცი რა საფრთხის შემცველი მე ვიყავი მართლა არ ვიცი ესე დამტრიალებს და ბოლოს როგორც იქნა წავიდა და დასრულდა ეს ვიზიტი რა თქმა უნდა ყველაფერი გავაშუქეთ ეს სტრატეგიული ქარტია შერატონიდან ჩართვები მქონდა და ძალიან საინტერესო ამბები და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ამბები წყდებოდა მაშინ და მიხარია რომ ამ ისტორიების ნაწილი ვარ და დასრულდა ახლა ეს ვიზიტი ბათუმში ვართ მივდივარ შერატონისკენ და შერატონის წინ რამდენიმე უცხოელი ზის და ერთი ადგა წარმოიმართა და მოდის ძალიან გაღიმებული ესეთი სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა კაცი მიახლოვდება და მოვიდა და ძალიან დიდი ბოდიში უნდა გითხრათ რომ მე თქვენ ხელს გიშლიდით მთელი 3 დღეო და უცებ შევხედე რომ ეს ადამიანი რკინის რომ იყო ქვის თუ არ ვიცი რისგან შექმნილი ყოფილა ნამდვილი ცოცხალი არსება ლაპარაკიც იცის ბოდიშის მოკლედ გაიღიმა კიდეც და მე ვთხარი ეს ბოდიშის საქმეს აღარ შველის თქო კინაღამ რეპორტაჟი ჩამიგდეთ კინაღამ ყველაფერი გამიფუჭეთ და ეხა მოდიხართ და ასე მარტო უბრალოდ მინდა ვიცოდეთ რომ მე ჩემ საქმეს ვასრულებდიო და სხვაგვარად არ შემეძლო, მაგრამ ძალიან დიდ პატივს გსცემთ, რომ თქვენцо აი ესე შეუპოვრადო, არ მემორჩილებოდით და არ მიდიოდითო და მაინც ცდილობდითო, იმიტომ რომ ჩვენ ხო ესე ვიცოდით. კეთილი იყო. აი ამ ისტორიის დასასრული ოღონდ აქ არ არის. გადის 6 თვე და მე ნატო შტაბ-ბინაში მორიგი ნატოს მინისტერიალის გასაშუქებლად ჩავდივარ ბრიუსელში უკვე. დაახლოებით 6 თვე უკვე ზამთარი ეს უფრო ზაფხულის პერიოდი იყო. წავედი ბრიუსელში და ჰილარი კლინტონის პრესკონფერენცია ისევ და მე მოვემზადე ჩემი მიკროფონით, ბლოკნოტი, პასტა, ესე კალამი ყველაფერი ხელში მიჭირავს და მიდივარ. მოვემზადე და ისე მოხდა რომ ძალიან მალე შეწყდა პრესკონფერენცია სახელმწიფო მდივანს უთხრეს რომ რაღაც ახალი შეხვედრა ჩაინიშნა უეცრად მინისტრების შეხვედრა და ამიტომ ჟურნალისტების შეკითხვებს რამდენიც იყო დაგეგმილი ვეღარ უპასუხებს და დატოვა ჰილარი კლინტონმა საკონფერენციო დარბაზი ბრიფინგ რუმი და კორიდორი უნდა გამოვიაროს სადაც არის პრეს-არეა სადაც არის პრეს-ცენტრი და მე იქ ვდგავარ და მე ვიფიქრე ახლა ქართულად ამ შესაძლებლობას ხელინა როგორ გავუშვებ რომ გზაზე დავხვდები და უცებ უნდა გადავხვდე ნახტომი უნდა გავაკეთო და ერთი შეკითხვა მოვასწრო საქართველოს ეს ხო მნიშვნელოვანესია ჩემთვის მთელი მსოფლიო მედია იქ არის და ყველა თulis რომ მისი თემაა პრიორიტეტული მაგრამ მე ხო ჩემი ინტერესი მაქვს და აი მოვემზადე და რომ გადავდგინა ბიჯი უეცრად ვიღაცამ ესე ხელში მომკიდა და ჰაერში ამიყვანა და მოვტრიალდი და ისევეც ბიჭი, ეს კიბორგი არ არის? და უეცრად იმანაც რომ გამინახა სპეცსამსახურები ხო იმახსოვრებენ ადამიანებს. მე ხო ის არ დამავიწყდებოდა, იმიტომ რომ გამიმწარა ცხოვრება ბათუმში. და თურმე არც იმას არ დავიწყები და სიუეგენ ისევ შეხარო მეუბნება კიდე აქ ხარ და მე ვთხარი ეხლავე დამსვი და ეხლა არ გამიფუჭო ინტერვიუ თორე არასოდეს ამას არ გაპატიებ არ ვიცი რისი როგორ მემუქრებოდი ეშინოდა თუ არა ეხლა მას ჩემი მაგრამ ნუ მე ვთხარი ეხლავე გამიშვი და მე მაინც მოვახერხე რომ კითხე საქართველოს შესახებ და აი Georgia on my mind დაახლოებით ასეთი რამ ჰილარი კლინტონმა მომაძახა რომ საქართველოს ჩვენი პრიორიტეტია და ყურადღება ბის ცენტრში იქნება ასეთი რამ მოხდა და მე ხედავდი რომ კაფეში შევხვდით ერთმანეთს და თვალს მარიდებდა თვითონ კიდე ერთხელ იმიტომ რომ კიდე დააშავა კიდე გამიფუჭა სადაც წავდი ყველგან ის დავხდა არც ახალი ვიცი არც გორი მაგრამ იმასაც ეთყობა ახსოვს ეს ბათუმის ისტორია და მე ხო ჩამრჩა მეხსიერებაში მაგრამ ახლა მაშინ ნატოს სამიტებზე ხშირად დავდიოდით ხა შენც ხშირად დადიოდი ხო კი ძალიან ხშირად დავდიოდი და მაშინ არც ნატო და აი მაპზე ვეკითხებოდი ხო ახლა გამახსენდა არც მაპი და ნატო ეს არ იყო გაურკვეველი და უცხო სიტყვათა ლექსიკონში საძებნი ამბები იმიტომ რომ ეს რეალისტურად გვეჩვენებოდა და ჩვენ უფრო მეტი გვინდოდა თითქოს ხო ხო და ნატოს სამიტები იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ხშირად ვაშუქებდი და მახსენდება ჩიკაგოც ამ მხრივ იყო ძალიან გამორჩეული დიახ, ჩიკაგოს ნატოს სამიტი და იქ ვართ წასული, ეს ისეთი პერიოდია ორ-ორი ჯგუფით. იმიტომ რომ საქართველოს თემა პრიორიტეტული იყო. ყოველ შემთხვევაში ავღანეთის მისიის მონაწილეები ვიყავით,
ძალიან პერსპექტიულ ქვეყნად განიხილებოდა და ასპირანტების ჯგუფში იყო საქართველოს ასპირანტი ქვეყნების ნატოს ასპირანტი ანუ ეს არ არის სადღაც ყველაზე დაბალი დონის კი ერთ-ერთი საკმაოდ დაწინაურებული კლასტერი იყო და განცდა და განწყობა იყო რა ჩვენ მალე წინ მივდივართ და უბრალოდ კი არ დავაკაკუნეთ შევალთ ბოლოს და ბოლოს აი ეს დამოკიდებულება იყო და ჩიკაგოს სამიტიც არის ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული პრეზიდენტი სააკაშვილი ხვდება ობამას ასევე გავლენიან სენატორებს, რომელსაც ვიღებდით ჩვენ ამ შეხვედრებს ჯინშაჰინი იცი იყო მაშინ მახსოვს და ძალიან დატვირთული გრაფიკი ქონდა თავად მიხეილ სააკაშვილსაც და ასევე თვითონ ნატოს სამიტზე რაც ხდებოდა. ამას ვაშუქებდით და დაძაბული დღეები იყო და ერთ-ერთი ასეთი პრესკონფერენციიდან გამომდიოდა მირეკავს გიორგი ლაფერაშვილი. მინდა მოვეფერო და გავიხსენო კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი ტკივილია მისი წასვლა ჩვენგან და მეუბნება რომ ნათია ალბათ შენც იცი, მაგრამ მაინც გეტყვი რომ გარეთ არის ძალიან დიდი მიტინგი გლობალისტების ნატოს საწინააღმდეგო და იქნებ გახვიდე და გააშუქო ისიც. გავიქეცით ეგრევე მე და ზურაბ მანაგაძე და მიჩიგანის ავენიუზე არის მთელი ნაკადი, აი ძალიან დიდი ტალღა გლობალისტების. ოთაშორის იყო კოსტიუმირებული აქციები ზოგს ირმის ფორმა აცვია, ჩვენ მინდა თავისუფლება, არ მინდა ნატო. რაღაცებს მოკლედ ყვირიან და ცდილობენ რომ მივახლოვდნენ იმ ვენიუს, სადაც მიმდინარეობს ეს ნატოს სამიტი და მე და ზურაბ მივდივართ, მე დიდი აკრედიტაციის დიდი ბაჯი მაქვს ასეთი, რომელსაც აწერია ნატო და ამ გლობალისტების მხარეს რომ მოხვდები მომიტინგეების მხარეს, ვალავ ამ ბაჯს რო არ დამინახონ და პოლიციის მხარეს მოხვდები გამოვაჩენ ეგრევე რომ იცოდეთ რომ ჟურნალისტი ვარ. მთელი მიჩიგანის ავენიუ, რომელიც ძალიან დიდია კილომეტრები, მე და ზურაბ მანაგაძემ ვირბინეთ და ფეხით ჩავიარეთ. და როგორღაც აი გავიდა 1 საათი თუ 2 საათი დაღლილ დაქანცულები აი ესე ძლივს მოვდივართ, მოვლასლასებ, დავბრუნდით დატოს სამიტის ტერიტორიაზე და რომ შევედით უკვე შენობაში რომ შევდივარ და იქ უნდა გაგევლო უსაფრთხოების საგანგებო კორიდორი ეს ყველაფერი და აი გავდივარ და ამ დროს მირეკავს ნაცია ბანძელაძე და მეუბნება რომ საქართველოს პრეზიდენტს უნდაო რომ მიჩიგანის ტბის ირგვლივ რაღაც გაჩვენოთო და იქნებ იქ მოხვიდეთო. აი ფეხზე ვეღარ ვგებით მე და ზურაბ მანაგაძე აი ისე ვარ მიჩიგანის ტბა და ხელა მეტასაგილო წავიდეთ აი ხა უცებ გადის და თუ შეიძლება იჩქარეთ იმიტომ რომ სწრაფად და მივედით და მის რაღაც ველოსიპედით გადაადგილდებოდა შორს არის და გავედით ახლა მივდივართ ამ ტბის ირგვლივ იმიტომ რომ იქ აღარ არის უკვე მანქანით ვეღარ ივლი და ფეხით მოსიარულეების ზონა არის და მივედით და გვეუბნება რომ აი შეხედეთ ახლა რა ლამაზია ეს ყველაფერი აქ როგორი ოქროსფერი ქვიშაა აი ასეთი ქვიშა მინდა რომ ბათუმში იყოს ბათუმის სანაპიროზე და გახედეთ ახლა ამ შენობებს ნახეთო აი მაღალი ცათამბჯენები რომ მოჩანს სანაპიროდანო აი ასეთი ანბანის კოშკი რო აშენდნენ ხლა აი ასეთი მაღალი შენობებიც უხდებაო ზღვის ნაპირს და ბათუმიო რა მიჩიგანზე ნაკლებიაო ეს ყველაფერი იქ უნდა გაკეთდესო და გარდა იმ ჩვენ აი მართლა ვეღარ სუნთქავთ მაგრამ მაშინ კი ამას უყურებდით რომ ძალიან რთული მეჩვენებოდა იმ მომენტში ამის გადაღებაც მე თბილისში გადმოგზავნეთ ეს ყველაფერი მაგრამ საქართველოს სად იყო ამ გუშის რა ამოცანები ქონდა საქართველოს აი გეოპოლიტიკის ქვიშა უმთავრეს გადაწყვეტილებებში ყოველ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა ყველგან მიწვეული იყო ყველგან დაპატიჟებული იყო ყველანაირ ფორუმში და განხილვაში ვიღებდით თურქმეთის სამიტს რასერჩი არაფერს არ ვეჭი იქაც უნდა იყო მაგრამ თავარი გასაღები სადაც არის ხო თავარი გასაღები სადაც არის ვაშინგტონში და ბრიუსელში და ევროპის დედაქალაქებში აი ეს ხალხი მოვიმდურეთ რომლებიც იყვნენ საქართველოს მეგობრები მართლაც და ჩვენს ქვეყანას თავისი ადგილი ქონდა ყველგან მინდოდა მეკითხა რომ ეხლა მაშინ არ იყო ეგეთი ტექნიკური პრობლემა ეხლა ხო რეალურად ტექნიკური პრობლემები დგას ხო არხს ხო უდგას გადაღების პრობლემა ხო დგას ხა ჩვენ ძალიან გვიჭირს ფინანსური პრობლემების გამო აი ამ გადაღებების გაკეთება რომ გახვიდე და ელემენტარულად რაღაცა გადაიღო ხო ძალიან გვიჭირს და გადაადგილებაც უჭირთ ჟურნალისტებს და იცით რა არის არავის არ სიამოვნებს ამაზე ლაპარაკი და დღეს ვერ გაიგებთ რომ ჩვენთან რა პრობლემებია აი ფინანსურად რო გუდავს ეს ხელისუფლება აი ამაზე ლაპარაკი ჟურნალისტებისთვის ძალიან დამთრგუნველია და ვცდილობთ ხოლმე რომ ეს არ წამოვწიოთ წინა ხაზზე მაგრამ მე უცებ Facebook-ში გადააწყდები
კრიტიკოსები, რომ მგონია რომ შენი მდგომარეობა კარგად უნდა იცოდეს, ისეთი ადამიანის კრიტიკას, რომ რატო ვერ მოიფიქრა ქართულმა მედიამ, რომ გაეშვათ ჟურნალისტები ჯეინ დივენსის ვიზიტის გადასაღებად ერევანში და აზერბაიჯანში და როგორც ჩანს, მაინც ვერ წარმოუდგენიათ რა ტიპის კრიზისშია დღეს თავისუფალი მედია, რომ საბურთალოზე ვერ მოდიან და რესპონდენტებიც ვერ მოდიან. აი საზერბაიჯანი და ხშირად ოპერატორი არ არის და ჩვენ რაღაცა შტატივები გვაქვს ტელეფონებს, რაზეც ვამაგრებთ და იმით ვიღებთ, იმიტომ რომ საერთოდ არ ყავს ოპერატორი, არათუ გაუშვა ისინი რამის გადასაღებად. მაინც ბოლომდე ალბათ ვერ წარმოუდგენიათ. არა და ზუსტად აი ამ პატარა ტელეფონის, iPhone-ი რომ აგრდება. ესეთ შტატივით ვიყავით წასული სტრასბურგშიც ახლა ბოლოს. ემუზე რო იყიდება ისე თემზე რო იყიდება რაღაცა $5 ღირს თუ $3 მაგით ვიყავით წასული ესე გადაბრეცინი. ხო, თემუზე ჩავუდის ზოგი შეიძლება გამოგადგეს, შეიძლება ვერ არ გამოგადგეს. კი, და ჩვენიც ესეთია, ცოტა ხეიბარი არის შტატივი. ესე სამფეხი ხო არის და ეცალი კოჭლია და გადახრილია. ხო. და ამიტომ იმისთვის რომ გქონდეს კარგი გამოსახულება, რაღაცა უნდა შეუყუდო ქვეშ და აი ახლა სახაროვის პრემიის გადაცემა რო იყო მზია ამაღლობელის, ჯერ ხო ტანჯვით წავედი, იმიტომ რომ თვითონ დამპატიჟეს ევროპარლამენტმა, მაგრამ სტრასბურგში და ბილეთი ისეთი იყო, რომ ჯერ უნდა ჩავსულიყავი ვენაში, ძალიან პატარა კონექშენი მქონდა გადასაჯდომად, რომ მე ვენიდან უნდა წავსულიყავი პარიზში, მე პარიზიდან უნდა წავსულიყავი მატარებლით სტრასბურგში და აი ჯარისკაცის მამაში როა, ხო ვიცი? ო, იხალი. Я поезд ехал და მე თვითონ მოკლედ ესე იყო, მივდიოდი, ჩავაღწიე როგორც იქნა, შევედი და ჩართვა უნდა დამეწყოს და გავშალე ეს ჩემი შტატივი, რომელსაც ცალიფეხი არა აქვს და რა გავაკეთო და უეცრად დავინახე, უკვე დრო აღარა მაქვს, ვაგვიანებ, გამოშვება იწყება და დავინახე რობერტა მეცოლას პროტოკოლის უფროსი, რომელსაც დიდი ბლოკნოტი უჭირავს. და სხვა გზა არა მაქვს, ძალიან მერიდება და უგოთ შეიძლება მათხოვეთ, მე ვთხარი ეს ბლოკნოტი, რომ უნდა ამ შტატივის ქვეშ დავდო და ეს ბიჭი მე კინო გათხოვებო, მაგრამ ვერ მივხვდა, ასე უცებ დაინახო შტატივი, ავაყინა და იქ დავდე მისი ბლოკნოტი. ვაიმე, და თან 1000 ბოდიშ წუთი რო ძირდება ამ ბლოკნოტს, არაუშავს მეუბნება, ოღონდ შენ ჩაერთე და ოღონდ შენ მოყევი ამბავი. არაუშავს მეუბნებიან. აი ასეთი ამბები იყო და ნუ ქართულ მედიას დღეს დიახ ეს კრიტიკულ მედიას აქვს ეს პრობლემები. იცი, რადგანაც ახლა ძალიან ბევრ საერთაშორისო ვიზიტებში ხარ ნამყოფი, არის ხოლმე აი ეს საერთაშორისო ოფიციალური ვიზიტები ხო, ნუ ეკრანზე ასაც ხედავ, ეს არის, მაგრამ ეკრანის მიღმა ხო არის რაღაცა ვახშა მიიმართება, რაღაცა მეჯლისები, აი რეები ხდება ხოლმე ეგ მიღება დიახ, ან ოფიციალური ვახშამი ან სადილი ხო. კი, რა თქმა უნდა, ყველა ოფიციალურ აი სახელმწიფო ვიზიტი, როდესაც არის, ან სახელმწიფოც არის სამუშაო ვიზიტი და საქმიანი შეხვედრა, რაც უმაღლესი პირები მიდიან, მით უმეტეს არის ხოლმე საზეიმო მიღება და განსაკუთრებით თუ კი შენ გინდა პატივისცე იმ ქვეყანას, რომელსაც მასპინძლობ და ერთ-ერთი ასეთი პირველი ვიზიტი იყო ბალტიისპირეთში, რომელსაც მე ვაშუქებდი მაშინ და ლიტვამ განსაკუთრებული მიღება მოგვიწყო და პრეზიდენტი ადამ კუსი იყო მაშინ საპრეზიდენტო ოფისში და მან გადაწყვიტა რომ განსაკუთრებული მიღება საზეიმო ვახშამი მოაწყოს აი მეჯლისივით, სადაც სპეციალური დრეს-კოდი იყო. ანუ მხოლოდ კოსტუმი და შარვალი კი არა, ცოტა უფრო საზეიმო გამოსასვლელ ლამაზი კაბებით შემოსილი. აი მახსოვს სანდრა რულოსმა ჩამიარა და ესეთი ლამაზი სამეჯლისო კაბა ეცვა. დიდი დელეგაცია იყო, სალომე ზურაბიშვილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, აი ეთერ ასტემიროვაც იყო გენილების მინისტრი, ისიც ძალიან გამოფრანჭული მიდის და მოკლედ მე დავამთავრე საღამოს 9-ზე ჩემი ჩართვა და შევდივარ სასტუმროში. და ვხედავ რომ რაღაცა ფორიაქია, პროტოკოლის ბიჭები დარბიან, არის ძალიან დიდი დაძაბულობა. რა ხდება მეთქი და სალომე ზურაბიშვილის ჩემოდანი დაიკარგაო და ვეძებთო. და აეროპორტში დაიკარგა. აეროპორტში ხო ალბათ ეს ყოველწუთიერი გადაფრენები იყო და აირზენას ბორტით ვიყავით და პროტოკოლი წავიდა და ათვალიერეს თელი თვითმფრინავი, კამერებში შეამოწოს თელი ეს საიდანაც გამოდის ბარგი, თვითონ ბარგი სადაც ინახება თვითმფრინავში. აი ისიც ანუ გადაჩხრიკეს ყველაფერი. სალომე ზათულის ბარგი, ანუ სამეჯლის კაბა ხო, სალომე ზურაბიშვილის ჩემოდანია დაკარგული და ეხლა რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი პარიზიდან ჩამოსული საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მუდმივად მარაჩვეულებრივ სამკაულს ატარებს, ყოველთვის კარგ ფორმაში იმყოფება და თავისი გარდერობი აქვს, რა თქმა უნდა და კარგი სამოსი, მასაც უნდა რომ დრეს-კოდის შესაფამისად ეცვას. ჩაიცოს ხო. და სამუშაო ფორმაში კი არ იყოს საზეიმო მიღება. და ყველა რაღაც განსაკუთრებულად გამოფრანჭული იყო გრძელი ფორთხიალა კაბებით და ესეთი მიღება იყო და
დავინახეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ეს ძალიან შეწუხებული სახით გავიდა. ამასობაში მე გამოვიძახე ლიფტი, ავედი ჩემს ნომერში და რა ვხედავ, ორი ჩემოდანი დგას ჩემს ოთახში. და დავაკვირდი ეგრე და შევხედე და პირველი რამაც თავში აზრად გამიელვა, რომ ეს ალბათ იქნება სალომე ზურაბიშვილის ჩემოდანი და დავავლე ხელი ახლა ამ ჩემოდანზე, გამოვარდი და ჩამოვივარ კიბეებზე და დავინახე, რომ სალომე ზურაბიშვილმა ერთი ნაბიჯით გამასწრო, აი ერთი ფეხით გადასწრო, რომ კი, მანქანა მოაკითხა სპეციალურმა ლიტვის პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი მანქანა, ჩაჯდა ამ მანქანაში და წავიდა მეჯლისზე და მე გავარბიორდი ქალბატონო სალომე, მაგრამ ვეღარ მივუსწრებ და მოვტყიალ და პროტოკოლის ბიჭებს ვეუბნები, რომ ბიჭებო მეთქი, თქვენ რასაც ეძებდით, აი ის ჩემოდა ვაიმე ნაციაო მითხრას. აღარ შეგვიძლია ფეხზე ვერ დგებით, ხმა აღარ ამოიღო, გადი აქ. მე ვთხარი მე რა გავაკეთე, როგორ არ ახვედია ნომერში? არა, მე ვთხარი ჩემთვის თავარი იყო, ჩემი საქმე ყველაფერი უნდა გადამეღო, მე თბილისში უნდა გადამეგზო და მე ჩართოვდა და გამეკეთებინა და ეს შენა წასულიყავი სალომე ყაბაულე ჩაგეცვა და ისინი ეს საოცრება იქნებოდა მეჯლისზე. ეხა სასაცილოდ ალბათ იმ წუთში ის ძალიან გაბრაზებული იქნებოდა, ხო, ალბათ რა თქმა უნდა და უკმაყოფილო. ამ ხელა ამდენი ისეთი პირველი პირი იქნებოდა ეხლა იქ და ნუ სპეციალურად გამზადებული იქნებოდა ეს. კი, და ყველაფერი ლამაზი ბრჭყვიალა და წავიდოდა იმით ალბათ პიჯაკით. პიჯაკით, კი. თუმცა მას ყოველთვის სასიამოვნო ეცვა, კარგად და გამოირჩევა. ლამაზი პიჯაკით წავიდოდა, კი. ნათია, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდ პატივს გსებ, ძალიან გვიყვარხარ ყველას. ასევე. ჩვენ დიდი ხნის თანამშრომლები ვართ, ამდენი წელი გავატარეთ ერთად და მინდა ყოველთვის ჩანდა ეკრანზე. ყოველთვის. ძალიან დიდი მადლობა მანო და აი ძალიან გამეხარდა რომ დამირეკა მარიამმა და მითხრა რომ შენი სტუმარი უნდა ყოფილიყავ, იმიტომ რომ მართლა ამ წლების ურთიერთობას კიდე განსაკუთრებული ურთიერთობები მოაქვს და განსაკუთრებული დამოკიდებულება და მადლობა ამისთვის. წარმატებები მინდა გისურვოთ ძვირფას ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ჟურნალისტი ნათია გოქსაძე. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. პინექსი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს.